ინტეგრირებულ თეატრ აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის. გადაწყვეტილება ძალაში აფხაზეთის მთავრობის უახლოეს ხდომაზე შევა. აღნიშნული სიახლე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს. დღეს მე ვარ უზომოდ ბედნიერი, ვინაიდან ჩემს გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს აზდაკის ბაღს მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ უახლოეს მთავრობის ხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია რომ ჩვენს ახალგაზრდებს დავეხმაროთ ინტეგრაციაში, ასევე მინდა გითხრათ რომ სულ მალე რამოდენიმე დღეში მათი 10 წლის იუბილეა და ძალიან მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ამ მნიშვნელოვან თარიღს. ბატონმა ლევანმა და გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან დასში რამოდენიმე აფხაზეთიდან დევნილი მსახიობიც არის. და აი ამით დაკავშირდა ალბათ ჩვენი ურთიერთობა და მართლა არ ვიცი რა, ეს თეატრი ღმერთმა ინებოს, რომ რაღაცნაირად მედიატორი გახდეს აფხაზეთის და ჩვენი ურთიერთობის და რაღაცნაირად მომავალ წელს თუ არა შეიძლება ამ წელს აფხაზეთშიც გვეთამაშოს.